ბოლო 10 წლის განმავლობაში კერძო სკოლების რაოდენობა 30%-ით შემცირდა, მოსწავლეების რაოდენობა კი კერძო სკოლებში საშუალოდ 14%-ით არის გაზრდილი. სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა USAID-ის მხარდაჭერით კვლევა მოამზადა, რომლის მიხედვითაც კერძო სკოლების მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა თბილისის სკოლებში სწავლობს და ეს მაჩვენებელი 65%-ში შეადგენს, ხოლო ყველა სხვა კერძო სკოლაში საერთო რაოდენობის მხოლოდ 35%-ი სწავლობს. რა ძირითადი მიგნებები იკვეთება კერძო სკოლების შესახებ მომზადებულ კვლევაში და რა გამოწვევები დგას დღის წესრიგში. თემაზე სასაუბრეთ პირდაპირ ეთერში განათლების საკითხების ექსპერტი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროექტების მენეჯერი ნათია გორგაძე გვერდდება. მოგესალმებით ნათია, პირველ რიგში მადლობას გიხდით სტუმრობისთვის. მინდა დავიწყოთ კვლევის ძირითადი მიგნებებით, რომელიც უშუალოდ კერძო სკოლების მიმართულებით ჩატარდა. რა ძირითადი მიგნებები გამოიკვეთა? ერთ-ერთი მეც ვახსენე წარდგენისას, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში პერიოდულად მცირდებოდა კერძო სკოლების რაოდენობა და იზრდებოდა ამის პარალელურად მათ შორის და დღემდე ეს ტრენდი გრძელდება მოსწავლეების რაოდენობა. რას შეიძლება უკავშირდებოდეს ერთი მხრივ სკოლების შემცირება და მეორე მხრივ ამ მიმართულებით მოსწავლეების რაოდენობრივი ზრდა? დიდი მადლობა პირველ რიგში, რომ ინტერესდებით განათლების საკითხებით და ჩვენს ორგანიზაციას აძლევთ საშუალებას, რომ ეს აქტუალური თემები გაშუქდეს თქვენს ეთერში. რაც შეეხება სკოლებს და იმ ტენდენციებს, რომელიც მეტწილად გამოვლინდა იმ ჩვენი კვლევის შედეგად. თქვენ სწორად ახსენეთ, რომ სკოლების რაოდენობა პრინციპში ესეთია დინამიურად იცვლება. იყო პერიოდი 5-6 წლიდან 11-მდე მაგალითად, როდესაც ძალიან გაიზარდა სკოლების რაოდენობა და 300-მდე ავიდა. ეს იყო პრინციპში ძალიან დიდი ზრდა, რომელიც უკავშირდებოდა რეალურად სწორედ იმ რეფორმებს, რომელიც ჩატარდა კერძო სკოლებთან მიმართებით, უფრო კონკრეტულად შეგვიძლია ვისაუბროთ ერთი მხრივ იმაზე, რომ ვაუჩერული სისტემა შემოვიდა 5-6 წელს პირველად განხორციელდა ვაუჩერით დაფინანსება, ეს რეფორმა, რამაც გამოიწვია ბუმი, პრინციპში ძალიან ბევრ მოსწავლეს და მშობელს მოუნდა, რომ კერძო სკოლაში გადმოსულიყო და სწორედ მაშინ თქვენ რომ ახსენეთ, რომ ძალიან გაიზარდა რაოდენობრივად, ნამდვილად 2.5-ჯერ გაიზარდა მოსწავლეების რაოდენობა კერძო სკოლებში. შემდეგ ერთი პრინციპში ზრდა კიდევ ასეთი მნიშვნელოვანი 5,000 მოსწავლით გაიზარდა მოსწავლეების რაოდენობა იყო უკავშირდებოდა რეფორმას, რომელიც ავტორიზაციის საკითხებს ეხებოდა და ესეც მნიშვნელოვნად მიიჩნიეს როგორც ჩანს მშობლებმა და მოსწავლეებმა და გაიზარდა მოსწავლეების რაოდენობა, ხოლო შემდგომ კი უკვე როგორც თქვით, სკოლების რაოდენობა მცირდება დრამატულად და 210 სკოლაზე შემოდის დღესდღეობით 210 სკოლა გვაქვს, თუმცა მოსწავლეების რაოდენობა კვლავაც მზარდია დინამიურად. ერთადერთი აი როდესაც შეგვიძლია ვისაუბროთ მოსწავლეების რაოდენობა მცირდა და შემცირდა, ეს იყო პანდემიის პერიოდი და გასაგებია რა მიზეზებსაც უკავშირდებოდა, თუმცა რეალურად ერთი წელი კიდევ არ იყო რეალურად ზრდა და მომდევნო წლებში უკვე 21 წლიდან ზრდა ისევე სახეზე გვაქვს. მეტიც აი თუ შევხედავთ 23-24 წლის დინამიკას და შემდეგ 24 წლის დინამიკას, რომელიც არასრულია და წლის ბოლომდე ჯერ კიდევ არ იყო გაანალიზებული, ხო, არ იყო ამაზე მონაცემი. დავინახავთ, რომ 66,000-ზე მეტი სტუდენტი და 68,000-მდე უკვე ავიდა აი ამ პერიოდში. ეხლა რა არის კიდე აქ ძალიან მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანია ის, რომ სკოლების გადანაწილება რეალურად ნამდვილად არის რაღაცნაირად დამახასიათებელი იმ კუთხით, რომ თბილისში, როგორც თბილისში კონცენტრირებული და გარდა თბილისისა, კერძო სკოლები ასევე ხვდება მხოლოდ ქალაქებში, დიდ ქალაქებში, ეს არის ბათუმია გამოყოფილი. ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და ფოთი. პრინციპში ეს არის ის ქალაქები, სადაც შეიძლება რომ ვისაუბროთ. სხვაგან რეალურად სხვა რეგიონებში სკოლების რაოდენობა პროცენტულად თუ შევხედოთ წილი 5 და ნაკლები პროცენტია გვაქვს ისეთი რეგიონები საერთოდ სადაც არ არის კერძო სკოლა. ეხლა ნათია, მინდა გკითხოთ თუნდაც ეს რეგიონების გადანაწილება, როდესაც ისეთი არათანაბარი, ეს რაზე შეიძლება მიუთითებდეს და ასევე თქვენ მოსწავლეების რაოდენობრივი ზრდა აჩვენეთ, რომ ეს ტრენდი არის დადებითი და მზარდი. ეს ხომ არ მიუთითებს იმაზე, რომ ასე ვთქვათ, განათლების ხარისხი უფრო მაღალია კერძო სკოლებში. აი ამასთან მიმართებით ხომ არ შეგვიძლია რომ ასე ვთქვათ ლოგიკა აქ დავიჭიროთ, რომ მშობლები აქცენტს აკეთებენ მაინც კერძო სკოლაზე.
ხო, რეალურად ამ კვლევაში ჩვენ არ კონცენტრირდით იმაზე, რა შეიძლება იყოს მოტივები მშობლებისათვის და მოსწავლეებისათვის კერძო სკოლის არჩევისათვის. თუმცა დინამიკა, რასაც ვუყურებთ, ხო, ეს მზარდი გვაჩვენებს იმას, რომ რეალურად სწავლის საფასური არ არის მშობლებისათვის წინაღობა, მოდით ესე ვთქვათ, რომ შვილი მიიყვანოს კერძო სკოლაში. ანუ მშობელი თანახმა რომ გადაიხადოს იმ სიკეთეებში, რომელსაც ის ხედავს კერძო სკოლასთან მიმართებით, ის თანხა, რომელსაც ასახელებს სკოლა. რეგიონებს რაც შეეხება მიუბრუნდები ერთი წუთით პრინციპში აქაც ზუსტად ვერ ვიტყვით ესე რა ნიშანდობლივი თქვათ მიზეზები არსებობს იმისათვის რომ რეგიონებში არ იყოს სკოლები, თუმცა შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე რომ რეალურად ავტორიზაციის პროცესი საკმაოდ რთულია და სწორედ ის რომ აი სკოლების რაოდენობა შემცირდა 11 წელს შეიძლება ვივარაუდოთ რომ უკავშირდებოდეს ავტორიზაციის საკითხების სირთულეს და აი ამ ეტაპების გადალახვას და იმ კომპეტენციების დაკმაყოფილებას, რომელსაც მოითხოვს რეალურად ავტორიზაცია. ეხლა რაც შეეხება კიდევ სხვა მიზეზები, რაც შეიძლება იყოს, ჩვენ ვიცით, რომ როგორც უკვე ვთქვით, აი ეს სწავლის საფასური არის რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რამდენად შეუძლია მშობელს რომ მიიყვანოს თავისი შვილი ხელმისაწვდომობის ნაწილი არის საინტერესო. სწორედ აი ამ კუთხით გვინდოდა ჩვენ რომ გაგვიანალიზებინა ეს მონაცემები და აქაც ძალიან საინტერესო საკითხი იკვეთება ის რომ სკოლების 30%-ია მხოლოდ მთელ საქართველოში, სადაც სწავლის საფასური 3000 ლარზე ნაკლებია. აქ შედის ის სკოლები, სადაც საერთოდ არ არის სწავლის საფასური დაახლოებით 5%-ია, ესეთი 20%-ზე ცოტა მეტია, სადაც მიზერული თანხაა გადასახადი, თუმცა აი ეს 30%-ია სულ სკოლები, სადაც სულ კერძო სკოლის მოსწავლეთა პოპულაციის 18%-ია გადანაწილებული და ეს სკოლები უმრავლესად მეტწილად რასაკვირველია რეგიონებში არსებობს. რაც შეეხება თბილისს, აქ პირიქით გვაქვს სურათი, დაახლოებით 22%-ია სკოლებისა, სადაც გადასახადი 5000-დან 7500 ლარამდეა და მერე უკვე სადღაც 37% სკოლებისა უკვე ზევით მიდის, მეტი ჩვენ გვაქვს სკოლები, სადაც რეალურად გადასახადი შეიძლება 31000 ლარი და მეტიც იყოს წლიური, ხო? ბევრია სკოლა, სადაც 10-დან 20000-მდეა გადასახადი, დაახლოებით 6%-ია თუ 8%-ია, სადაც 10-დან 20000 არა, 7500-დან 10000-მდე. ანუ იმის თქმა მინდა რომ სკოლები თბილისში არის ის სკოლები, სადაც სწავლის საფასური არის რეალურად ძალიან მაღალი, ხო? მიუხედავად ამისა, ამ სკოლებში რეალურად სწავლობს კერძო სკოლების მოსწავლეების პოპულაციის უმეტესი წილი. ეხლა ეს ყველაფერი ხელმისაწვდომობაზე, როდესაც საუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ზუსტად როდესაც ვაუჩერის რეფორმა განხორციელდა, ვაუჩერიზაციის პროცესი იყო საინტერესო, თქვენს კვლევაშიც იყო გაშლილი ეს ნაწილი, რომ არა თანაბარ პირობებში არიან რეალურად დღეს საჯარო და კერძო სკოლები ერთია, რომ არა თანაბარ პირობებში არიან, იმიტომ რომ მათთვის გარკვეულწილად ამ პროცესის მოდიფიცირება მოხდა საჯარო სკოლებისთვის. თუმცა კერძოში ყველა კერძო სკოლისთვის არის ერთი და იგივე 2011 წლიდან თუ არ ვცდები ეს ვაუჩერის 5-6 წლიდან არ შეცვლილა. აი სწორედ ის 2011 წელსაც მოხდა აი ეს რეფორმა ვაუჩერის და მოერგო რაღაცა სხვადასხვა სპეციფიკაციებს, რომლებიც საჯარო სკოლებს გააჩნდათ, ეს იქნება ზომა, ეს იქნება ადგილმდებარეობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს კერძო სკოლებს არ შეეხო არანაირად და ის რაც თქვენ თქვით სრულიად სამართლიანია, ესე იგი ერთი მხრივ სკოლები, რომლებიც მხოლოდ ვაუჩერზე არსებობენ და რეალურად მათ არ აქვს სხვა შემოსავალი მშობლებისგან, ანუ არ იღებენ დაფინანსებას, ხოლო მეორე მხრივ სკოლები, რომელთა შემოსავალი შეიძლება 20 მილიონს აღწევდეს, 5 მილიონი, 20 მილიონი გვაქვს ესეთი სკოლებიც, პრაქტიკულად ერთი და იგივე ვაუჩერით ფინანსდებიან, რაც რეალურად ეწინააღმდეგება იმ პრინციპს, რომელსაც ვაუჩერი ატარებს და რომელშიც იყო ჩადებული, ეს იყო ერთი მხრივ კერძო სექტორის გააქტიურება, რასაც ხელი უნდა შეეწყო კონკურენტუნარიანობისათვის და მშობლებისა და მოსწავლეების არჩევანის თავისუფლებისათვის. რამდენად არის აუცილებელი ამ მიმართულებით შესაბამის ნაბიჯების გადადგმა, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს არაერთი შეფასება ზოგადად ამ მიმართულებით არაეფექტიანობაზე თვითონ სისტემის და რეფორმის, რაც კერძო სკოლებთან მიმართებით დღეს არსებობს. რამდენად არის აუცილებელი და საჭირო, რომ შესაბამის ნაბიჯები გადაიდგას, რომ უფრო მეტად მოხდეს კერძო საგანმანათლებლო სექტორის გაძლიერება?
აუცილებელია რომ მოხდეს ასეთი ნაბიჯები და იგეგმოს და განხორციელდეს რეფორმა, თუ ჩვენ ვაღიარებთ რომ გვინდა პრინციპში მოხდეს განათლების რაღაცნაირად დაფინანსება გარე წყაროებიდანაც და ამისკენ ვისწრაფით, რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანია რომ არსებობდეს კერძო სკოლები არა მხოლოდ თბილისსა და დიდ ქალაქებში, არამედ აი ამ არჩევნის საშუალება გქონდეთ ასევე სხვა რეგიონებში და თუნდაც სასოფლო დასახლებებში, სადაც საერთოდ არც ერთი სკოლა არ არის გარდა 7 სკოლისა, რომელიც თბილისს ემსახურება რეალურად და მხოლოდ იმიტომ არის გატანილი სასოფლო დაბის ტიპის დასახლებებში, რომ იყოს უფრო კომფორტული და უფრო გარემო იყოს ჯანსაღი. ხო, სხვა შემთხვევაში არა გვაქვს. იმისათვის რომ გვაჩვენებს ჩვენ პრაქტიკა, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო პრაქტიკა, რომ კერძო ტიპის განათლებას აქვს თავისი უგება განათლების ხარისხის თვალსაზრისით. და ჩვენთანაც ხო იგივე საერთაშორისო კვლევები ჩვენ მეტი მონაცემი სამწუხაროდ არ გვაქვს, რომელიც დაგვანახებს ეროვნული მასშტაბის შეფასებას მოსწავლეების აკადემიური შედეგების, მაგრამ საერთაშორისო კვლევებში კარგად იკვეთება ის უპირატესობები, რომელიც გააჩნია კერძო სკოლის მოსწავლეებს. მოდიფიცირება როგორ შეიძლება მოხდეს? ეს უნდა მოხდეს ისე, როგორც მაგალითად თავის დროზე საჯარო სკოლების შემთხვევაში მოხდა ვაუჩერიზაციასთან მიმართებით, თუ აი რა შეიძლება იყოს ამ შემთხვევაში კერძო სექტორისთვის ყველაზე მისაღები ფორმა ამ ვაუჩერებთან მიმართებით, რომ რაღაცნაირად ცვლილებები მოხდეს საბოლოო ჯამში. ხო, აუცილებლად უნდა მოხდეს, რასაკვირველია ის, რასაც გვესაუბროთ, უნდა გაიმიჯნოს და რაღაცნაირად მოხდეს სკოლების დაჯგუფება სწორედაც რომ სხვადასხვა ნიშნებით ეს და ასევე აუცილებელია რომ სახელმწიფომ მოახდინოს ინცენტივების შემოტანა სისტემაში, სადაც სწორედაც რომ ამ ინცენტივების საშუალებით ხელს შეუწყობს რეგიონებში კერძო სკოლების, კერძო სექტორის გააქტიურებას. თუმცა ბევრი პრაქტიკა არსებობს რეალურად საერთაშორისო პრაქტიკები, რომელიც შეიძლება რომ განვიხილოთ, არ გადმოვიტანოთ, მაგრამ განვიხილოთ ალბათ, სადაც ასევე შესაძლებელია რომ წახალისდეს იგივე სკოლების საზოგადოება, იგივე ის რომ მშობლები ჩაერთონ მაგალითად, ხო, სკოლის მართვის მოხდეს დეცენტრალიზაცია, სკოლებს მიეცეს მეტი საშუალება, რომ იყვნენ უფრო თავისუფალნი განათლების განხორციელების პროცესში, იქნება ეს პრინციპში ფორმალური თუ არაფორმალური განათლების ნაწილი, მასწავლებლების შერჩევის ნაწილი და შესაბამისად უნდა მოხდეს აი ამ ვაუჩერების გადანაწილებაც რეგიონებში მცირე კონტინგენტიან სკოლებში, იმ სკოლებში, სადაც ამის საჭიროება განსაკუთრებით არსებობს, უნდა ალბათ ფოკუსირებულად უნდა მოხდეს ამ სკოლების დაფინანსება, მაშინ როდესაც იმ სკოლებს, სადაც რეალურად სახელმწიფოს შენატანი ძალიან დიდი 8 მილიონია, ხო, ეს არ არის ცოტა ფული, მაგრამ მეორე მხრივ ეს თანხა არანაირად არ ეხმარება, მოდით ესე ვთქვათ, მშობელსა და მოსწავლეს საფასურის გადახდაში და ზღვაში წვეთია მათი სწავლის საფასურის გადახდასთან შედარებით, რასაკვირველია, აი აქაც უნდა გადაიხედოს ეს პოლიტიკა, რამდენად სწორია, ვთქვათ, აი ასე არაეფექტურად თანხების მიმართვა. შეიძლება სხვანაირად შეიძლება ამ სკოლების მხარდაჭერა, სწორედაც იმ თვალსაზრისით, რომ რაღაცნაირად მეტი თავისუფლება, ავტონომია, მხარდაჭერა სხვა ტიპის, იქნება ეს მასწავლებლების პროფესიული განვითარება, თუ იქნება ეს შეთავაზებების სხვადასხვა ტიპის, აი ეს იქნება ალბათ ბევრად უფრო სწორი პოლიტიკა. მადლობა, ძალიან დიდი საინტერესო შეფასებებით. ვნახოთ რა მიმართულებით იქნება თუ არა მათ შორის შესაბამისი ნაბიჯები განათლების სამინისტროს მხრიდან გადადგმული. მადლობა სტუმრობისთვის. განათლების საკითხების ექსპერტი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის პროექტების მენეჯერი ნათია გორგაძე იყო საქმის კურსის სტუმარი.